ღმერთის სახელით. მოწყალე და გულმოწყალე. გამარჯობა ყველას, მოგესალმებით ჩვენს პირველ სესიაზე პორტავოზის, რომელიც ეხება 1405 წელს. დღეს არის ფარვარდინის მეათე დღე და ირანის ხალხის მამაცური თავდაცვის 31 დღე, შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის დემონური აგრესიის წინააღმდეგ. ამ წელს ჩვენ ვიწყებ გაზაფხულის სეზონს. მაშინ, როცა ჩვენი წმინდა ირანი იმყოფება მსოფლიოში არსებული ყველაზე ბოროტი რეჟიმების სერიოზული და მუდმივი აგრესიის საფრთხის ქვეშ. ის მიწაზე დაადეს. მაგრამ ამ 30, ამ 31 სრული დღის განმავლობაში ირანის ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ როდესაც საქმე ეხება მათ სახლს, ოჯახს, იდენტობასა და კულტურას, ისინი იცავენ ირანის ღირსებასა და პატივს, კბილებითა და ფრჩხილებით. კბილებითა და ფრჩხილებით, დიახ, ჩვენი საკუთარი კბილებითა და ფრჩხილებით. ძლიერი რაკეტები, ქაიბარ-შიკანი, ხორამ-შახი და დრონები არაში ცოცხალი მოწმეებია იმისა, რომ მთელი ძალითა და სიმტკიცით ეს იარაღები ისვრება ისლამური სამშობლოს მამაცი დამცველების მიერ. ყველა დამპყრობლის წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დაემუქროს ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს. ბოლო თვეში ჩვენ ვიხილეთ ყველაზე საზარელი საერთაშორისო დანაშაულები. სიონისტური ოკუპაციური რეჟიმის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირველივე დღეს, მაშინ როცა ჩვენი ლიდერები და მეთაურები იქ იყვნენ, თეირანის ქალაქი სამწუხაროდ საშინელი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. ირანელი ბავშვები, უდანაშაულო და დაუცველი ირანელი სტუდენტები დაესხნენ თავს იმ გარემოში, რომელიც ყველაზე წმინდა უნდა იყოს ყველასთვის, სკოლაში. ჩვენი ყველა მოწამის, ჩვენი მოწამე ლიდერის, ჩვენი მამაცი მეთაურების და მინაბის ბავშვების ხსოვნა. ჩვენ ამ პატივის სემას უძვნით მინაბის სტუდენტებს, მათ მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა ირანის ღირსებასა და მნიშვნელობას ამ 31 დღის განმავლობაში. და ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალაშია ირანის ერის დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. ზუსტად ასეა. მადლობა. ფიქრობ, თუ ამ შავი დღის მოვლენებს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი. შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები. ბოლო 80 წლის განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების დრიდან შეუძლებელია იპოვოთ თუნდაც ერთი მსგავსი შემთხვევა. სრულიად შეუძლებელია იპოვოთ შემთხვევა, როდესაც მხოლოდ ერთ თვეში ასეთი საშინელი და შემაძრწუნებელი ბუნების დანაშაულები მოხდა, რომლებიც ყველა ტექნიკურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ომის დანაშაულისათვის. დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და დიდი ალბათობით თვითგენოციდიც. ეს გამოწვეულია როგორც სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებით, აგრესორების მხრიდან, ასევე უკიდურესი სისასტიკითა და აშკარა ბრუტალურობით, რომელიც გამოვლინდა მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ მკვლელობებში. უდანაშაულო ადამიანები. ჩვენ ყველანი ამის თვითმხილველები ვიყავით. მუდმივი თავდასხმები უნივერსიტეტებზე, თავდასხმები კულტურულ ცენტრებზე, ისეთ ადგილებზე, რომლებიც თითოეული ირანელისთვის და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანის ცივილიზაციის ნაწილი. ეს ნამუშევარი განუყოფელი ნაწილია კაცობრიობის საერთო კულტურული მემკვიდრეობისა და შეტანილია იუნესკოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა ადამიანისთვის განკუთვნილ ნამუშევართა სიაში. ჩვენი მრავალი კულტურული ობიექტი ისფაჰანში, თეირანში და სხვა ქალაქებში თავდასხმის ობიექტი გახდა. თავდასხმების ავადმყოფოებზე, წითელი ჯვრის შენობების მიმართულებით. თავდასხმა საცხოვრებელ უბნებზე. ეს ყველაფერი ომის დანაშაულების მაგალითებია. რომელ ინფრასტრუქტურაზეა თავდასხმა? ყველა ადამიანი უბრალოდ წყვეტს სიარულს. მათი ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. ძალიან ბევრია დამოკიდებული ამაზე. ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ირანის ელექტროენერგია,
გუშინ ღამით ვნახეთ, რომ თეირანსა და ქარაჯში ელექტროქვესადგურებზე თავდასხმის გამო ამ ორ ქალაქში ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ამავე დროს ნამდვილად უნდა მიულოცოთ ყველას. ესენი არიან ინჟინრები და ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც უწყვეტი ძალისხმევითა და დიდი ერთგულებით ცდილობენ, რომ ირანის მთელი ქვეყანა ყოველთვის კარგად იყოს განათებული. ჩვენ ვებრძვით იმ მეგობრების ღრმა სიბნელეს, რომლებიც შავს ამჯობინებენ, რომლებიც დაუსრულებლად ცდილობენ ჩვენი რწმენების მუდმივი შეტევებით. ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ადამიანების ნორმალური ცხოვრების დარღვევა. ჩვენ მუდმივად ვაფიქსირეთ ყველა ამ შემთხვევას, ყველა ამ საშინელ დანაშაულს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩვენ საყვარელ ხალხს, ასევე მომავალ თაობებს საბოლოოდ ჰქონდეთ ცოდნა, რომ ირანის დახმარებასთან დაკავშირებული ბრალდებები აბსოლუტური ფარსი და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იყო. მათი გამოსვლებიდანაც აშკარაა, რომ მათ აქვთ პრობლემები ირანის იდენტობასთან, ისტორიასთან და კულტურასთან. სერიოზული შეურაცხყოფები, რომლებიც მიაყენეს ირანის ღირსეულ ხალხს, ირანელ ხალხს, გიჟებად, ბოროტებად და საძულველებად მოიხსენიებდნენ. ისინი მუდმივად მიმართავენ ძალიან შორეული წარსულის ფაქტებს, რათა გაამართლონ დღეს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები და მტრულობა. იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ ირანი, როგორც მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაცია, რომელიც ისტორიის სიღრმეებიდან ძლიერად აღმოცენდა, არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, გამძლე და მდგრადი ცივილიზაცია დედამიწაზე. ის სრულყოფილად ესმის და ძალიან კარგად იცის, როგორ გაუმკლავდეს თავის მტრებს. ზუსტად იცის, როგორ შეუძლია. იცის, როგორ დაიმორჩილოს ეს მტრები თავის ნებას. კარგი, ამ შესავლის შემდეგ აქ ვარ, რომ თქვენთან ვისაუბრო. ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად გავავრცელებთ. ასევე მათ მედიაში მეგობრებისთვისაც ხელმისაწვდომს გავხდით. როგორც კულტურული და ისტორიული ობიექტების სიის შესახებ, რომლებიც დაზიანდა, ასევე იმ მძიმე დანაშაულების ფართო სერიის შესახებ, რომლებიც მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაიდინეს. ბოლო 31 დღის განმავლობაში. მადლობა. სანამ კითხვებისა და პასუხების სესიას დავიწყებთ. ძალიან მინდა მადლობა გადაუხადო ყველა მედიას მეგობარს, ყველა თავდადებულ ჟურნალისტს, რომლებიც ასე ბევრ შრომობენ, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ისინი ყოველთვის მამაცურად მოქმედებენ, რათა ფაქტების სიმართლე არ დაიფაროს. რასაც სიონისტური რეჟიმი და შეერთებული შტატები ამ პერიოდში აკეთებდნენ, იმავგროულად, როცა აგრესიას და ირანის ტერიტორიაზე შეჭრას ჩადიოდნენ, იყო მედიის ომი და კოგნიტური ომი, რათა დაემახინჯებინათ ფაქტები და არ დაეშვათ, რომ რეალობა გამჟღავნებულიყო. იმისთვის, რომ ეს გზავნილი, სოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებამდე მივიდეს და მათი ყურადღება მიიპყროს. ამიტომ თქვენი როლი აბსოლუტურად გადამწყვეტია იმისთვის, რომ სიმართლე ცოცხალი დარჩეს. ის თავდასხმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სიონისტური რეჟიმის ქცევის ნიმუშის ფარგლებში, ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ, სწორედ ამ სიმართლის მკვლელობის ნაწილია. გუშინ ჩვენ ვიხილეთ სიონისტური რეჟიმის აგრესია ალ-არაბის ქსელის ოფისის ობიექტებზე. ამ თავდასხმის შედეგად მათი ოფისი დაზიანდა. წინა დღეს ლიბანში მომხდარმა საშინელმა თავდასხმამ სამწუხაროდ გამოიწვია ალ-მაიადინისა და ალ-მანარის ჟურნალისტების და მათი ერთ-ერთი ოპერატორის დაღუპვა. და ახლა არსებობს ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების გრძელი და მტკივნეული სია, რომლებიც მუდმივ საფრთხეებს აწყდებიან. დაახლოებით 3 წლის წინ, ლიბანში როგორც ჩანს, იგი დაიღუპა პალესტინის ოკუპირებულ რეგიონში. ეს უდავო ფაქტია, რომ სიონისტური რეჟიმი, როდესაც იგი სჩადის სასტიკ თავდასხმებსა და საშინელ დანაშაულებს პალესტინის ოკუპირებულ რეგიონებში, ვხედავთ, რომ სიონისტურმა რეჟიმმა უარი თქვა ყველა ამ პრინციპსა და პრაქტიკაზე, მათ შორის ალალის პრინციპზე.
და ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა არ წყდება. ისინი განაგრძობენ დიდი რაოდენობით ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების დევნასა და მუდმივ თავდასხმას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ. ჩვენი ვალია ვისაუბროთ, ხოლო თქვენი ვალია გაავრცელოთ ეს რეალობა, რათა საერთაშორისო საზოგადოების სინდისი არ დარჩეს გულგრილი და უმოქმედო ამ დანაშაულების წინაშე. ბოლო 2 დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის მრავალ ქალაქში მომხდარი მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებამ ძალიან ნათლად გააცნობიერა, რომ ეს ომი არის უკანონო და აგრესიული ომი, არა მხოლოდ ირანის წინააღმდეგ, არამედ რეგიონისა და მთელი მსოფლიოს სტაბილურობის წინააღმდეგ. მადლობა. ამიტომ აუცილებელია გავაგრძელოთ ეს გზა, გავაგრძელოთ სიმართლის გამჟღავნება და განმარტება. იმ იმედით, რომ მსოფლიო საზოგადოება უფრო და უფრო გააცნობიერებს იმ კრიზისს, რომელიც გამოწვეულია შეერთებული შტატების და სიონისტური რეჟიმის სიხარბითა და დანაშაულით.